Был еще больше возросла. Мы очень рады тому, что умные связи развивались бы. Я хочу опять же подчеркнуть, что ძალიან პოზიტიური საუბარი იყო პრეზიდენტს შორის და სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებები ავირჩიეთ, ერთის მხრივ საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულება, ხოლო მეორეს მხრივ ევრაზიული კავშირის მიმართულება და საბაჟო კავშირი სომხეთმა ეს ჩვენ ურთიერთობას ხელი არ უნდა შეუშალოს და პირიქით ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, ორ მეზობელ ქვეყანას შორის და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის უნდა გაღრმავდეს უფრო მეტად. იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა, ძალიან შინაარსიანი, იყო ძალიან კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, მათ შორის ისეთ საკითხებზეც, რომელიც ორივე მხრისთვის არის მეტნაკლებად კივნეული საკითხი, ეს ეხება სომხეთისათვის ყარაბაღის პრობლემას და საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას. და ძალიან კარგია ის, რომ ორივე მხარემ დააფიქსირა თავისი პოზიციები და გამოთქვეს მზადყოფნა პასუხი გაიცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელსაც დღემდე პასუხი არ გაგვიცია. პრინციპულად ვაფასებ ამ შეხვედრას როგორც ძალიან სასარგებლოს და ძალიან შინაარსიანს.